რატო გვჯერა აი ეს ჯიუტად, რომ რაც ჩვენ ვიცი და ჩვენი პერსპექტივა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და ჩვენ ყველას უნდა უმტკიცოთ ჩვენი სიმართლე. სხვათა შორის მე არ მჯერა ეგრე და სწორედ იმიტომ მიყვარს სიტყვა პატივისცემა. ზოგადადაც ჩემი ფსიქოთერაპიული თეორიული ჩარჩომი მიმდინარეობა, რომელსაც ვეკუთვნი, არის ფენომენოლოგიური. ცოტა მეტი გითხარი. და ფენომენოლოგია ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება მოუხელთებელია და ის არ შეიძლება იყოს ერთადერთი. და ფენომენოლოგია უარყოფს სტანდარტიზაციას და აღიარებს ინდივიდუაციას, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი ხედვა არის სისტემურ მიდგომებთან შედარებით. მე ბევრად უფრო მომწონს ფენომენოლოგიური მიდგომა, იმიტომ რომ აი როგორც ახლა მოდი ეს გადავიტანოთ არტ თერაპიის ჭრილში, ხო? მაგალითად, ფერთა ფსიქოლოგია არსებობს უნივერსალური განმარტებითი ლექსიკონი, როგორც სიტყვებში, რომ მაგალითად აი ეს ლურჯი არის სოლიდური ლურჯი. ის არის კარგი არჩევანი ბანკებისთვის, მაგალითად, რომ აი რაღაც სიძვირფასის სოლიდურობის განცდა გაგიჩინოს. ფორთოხლისფერი არის მხიარულების ფერი, ცოტა ინფანტილური და შესანიშნავი არჩევანია მაკდონალდსისთვის, ხო, ყვითელი, წითელი, ფორთოხლისფერის ნაზავდო, წითელი და ყვითელი შვილი არის ფორთოხლისფერი და მაკდონალდსიდან ჯერ უბედურად გამოსული ადამიანი მე არ მინახავს. შებიჯებაც კი, მაგრამ რომ მხიარული ხარ, ხო? ესე იგი ეს არის სწორი ფერთა არჩევანი. ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მეორე საკითხი არის უკვე ჩემი პირადი დამოკიდებულება ამა თუ იმ ფერთან. ჩემი პირადი გამოცდილება, ჩემი პირადი განცდა, ჩემს ნეირონებში რა მეხსიერებას აღიზიანებს ეს ფერი, როგორ აღიქმება და როგორ აღიქმება იმ კონკრეტულ ემოციურ სტატუსში, იმიტომ რომ ჩემი ემოციური სტატუსი ცვლადია.